Facebook მეგობრები ამ ბოლო ხანს წერენ ხშირად 1000 სიცოცხლეს წერენ ხშირად და შენზე და რატო არ პასუხობ, რა უპასუხო, შემოკარგებო, რა ვიცი. სუცის აგენტი არისო, გეი არისო. 40 წელია ჩემზე ისეთ რაღაცები მაქვს მოსმენილი. აღარ მეცინებო უკვე, რა ვიცი, თითქმის მივეჩვი ამ ყველაფერს. ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული 100 არის ახლა. თითქმის მართლა 40 წელია, ხო? 10,000-მდე პუბლიკაციის ავტორი ვარ, საგაზეთო სტატიის ავტორი და შესაბამისად უამრავი მტერი მყავს. რომელიც ყურიდან ენას ყოფენ და რა ყველა ყლეს როგორ დაუწყო ახლა უდევნა და იმის თქმა და ახსნა რომ არა ვარ. არა, სუცის აგენტი არა ვარ, რა შეურაცხყოფა არის. მასონთა ლოჟის მაგისტრი ვარ. და რა ვქნა ახლა მეგობრი. ვისაც ეპარება რომ გეი ვარ, ეჭვი, მომიყვანოთ სრული, რა ვიცი, ოჯახის წევრები, ქალი და დავეხმარები განაყოფიერებაში, თუ ასეა საქმე. ხომ რა ვქნა? მეოთხე ხელისუფლებაა ეს, რომელსაც ვამხობ, რომელიც სუცის აგენტი ვარ. კომუნისტური, შევარდნაძის ბანდა, სააკაშვილის რეჟიმი, კოც რეჟიმი. ამ კოც რეჟიმში, რა ვიცი, გრიგოლ ლილუაშვილი, ვინ იყო მანამდე, რა ვიცი, აღარც მახსოვს. მე დინარაძე, მანამდე ის იყო კაცო, ფოხანაშვილი. ეხლა ეს დინარაძე იყო კლეტინი. ეხლა გეკა თუ ჯეკა, რა ყველას ასხამ თავზე და ვისი რომელიც სუცის აგენტი ვარ. ან რომელი ისა ვარ, რა ქვია. LGBT წარმომადგენელი კაცო. საქართველოს კონსტიტუციაში წერია ქორწინების აღნიშვნა, რომ ქალი და კაცის ნებაყოფლობითი ერთობა ეს ჩემი დამსახურებაა. მე ვიყვან ქართული ოჯახის დაცვის ჯგუფის ერთ-ერთი დაფუძნებელი და ჩვენ შევაგროვეთ 250,000 ხმა და ამის შედეგად ჩაიწერა ეს კონსტიტუციაში. რა მეტი რა გითხრათ მეგობრები. ვისაც ჯერა რომ ისეთი ვარ ტრაქრახნიანი და ტრაქპროპელერიანი კარსონი, რა ვქნა, მე ვერ დაგაჯერეთ ახლა. კალაძის მიერ დანიშნული თბილისის საპატიო მოქალაქეთეს დემნაგვასალია გაწეგათხოვილი კოცებს ყავდა. ხო, ცალკე კოცები ღნავიან რომ ნაციაო, ცალკე ნაციები ღნავიან რომ კოციაო და რა ვიცი, გაარკვიეთ ერთმანეთში. ვინ რა არის? ვიბრძოლოთ მეგობრებო, ვიბრძოლოთ. ამას იჯობია ეხლა 1000 უბედურებასთან, ყველას დედის დაწყევლის ეხლა მე ვერ გამოეკიდები და ვერ გავცემ პასუხს. ვისაც ჯერა ეს, რა ვიცი, დაიჯერეთ ბატონო. გააგრძელეთ ეგრე ზღაპრებს ცხოვრება და ვისაც არა აგერ ბატონო, ჩემი გვერდი გამოიწერეთ და ვიბრძოლოთ ერთად. ერთად ვიბრძოლოთ, საქართველოს გადარჩენა ქვია ამას. ის კი არ არის რა ქვია. მე ამ ბრძოლაში ვარ უკვე 40 წელია თითქმის, ხო? ჩემთვის ჩაულებრივი მოვლენა არის. სიკვდილის ცოცხლის ზღვარზე ცხოვრობ 10 წლეულების განმავლობაში. ყველა რეჟიმის დროს. ხო და ახლა სუსების და მუშების რომ მეშინოდეს მე, კაი ხნის ჩაბარებული ვიქნებოდი პატრონს, ხო? ამიტომ ნაცების ეს კოცების, რა ვიცი, ყველა ვიცაც გამეეჭვი გაქვს ჩემზე. რა ვიცი. კახიკალაძემ თქვა აღარ ხო ერთხელ. ფილარმონიაზე თუ იქ რა ქვია. ფუნიკულიორზე დადექითო და გამოეკანეთო და გამოეკანეთ, რა ვქნა. ბრძოლა ბოლომდე მოკლედ. რუსულ ურდოს წინააღმდეგ. ჩვენი შვილების გადასარჩენად. იხარეთ და იმრავლეთ. გაავრცელეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი გვერდით.